პაკეტი, რომელიც ტოკიოდან გამოდის და პაკეტი, რომელიც ნიუ-იორკიდან გამოდის. შეიძლება ზუსტად ერთსა და იმავე დროს მივიდეს თქვენს კართან, რადგან ორივე მათგანი ანკორიჯში გაჩერდა. ქალაქი, რომელსაც უმეტესობა შორეულ, გაყინულ და ყველაფრისგან მოუწყვეტილ მიიჩნევს, სიამდვილეში ყველაფრის ცენტრში მდებარეობს. თუ მასშტაბს დააკლებთ, ანკორიჯი დედამიწის ორ უდიდეს ეკონომიკურ ზონას შორის ზუსტად შუაში მდებარეობს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს ქალაქი ჩუმად ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მისი ზომა მიუთითებს და ისეთ გავლენას ფლობს, რომელსაც მისი ზომის 10-ჯერ დიდი ქალაქებიც კი ვერ შეედრებიან. აბა, როგორ ხდება, რომ ასეთი იზოლირებული ადგილი ასეთი ძლიერი ხდება? პირველ რიგში, ანკორიჯი ალასკის გულია. მთელი შტატის მოსახლეობის მესამედზე მეტი იქ ცხოვრობს. ასეთი კონცენტრაცია მას უზარმაზარ კონტროლს აძლევს შტატის ეკონომიკაზე, მოგზაურობასა და ინფრასტრუქტურაზე. თითქმის ყველა, ვინც ალასკაში მატერიკიდან ჩამოდის, ანკორიჯში გაივლის. ერთი შეხედვით, ანკორიჯი ახლომდებარე ქალაქებს მოწყვეტილია. არ არსებობს რეგიონული სარეზერვო ან ალტერნატივები. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყველა კრიტიკული სისტემა, ფრენები, ტვირთი და კავშირები სწორედ ამ ერთ ცენტრში ირლის თავს. Ted Stevens Anchorage-ის საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად მილიონობით მგზავრს ემსახურება და 100,000-ზე მეტ დაშვებას ახორციელებს, რაც 4-ჯერ აღემატება Fairbanks-ის მგზავრთა ნაკადს. ეს არის შტატის ერთადერთი სხვა მთავარი ცენტრი. Twift-ის რეალურ დროში თვალყურის დევნება და ოპტიმიზაცია საშუალებას აძლევს გადაზიდვებს ეფექტურად გადაადგილდნენ, თუნდაც ალასკის უკიდურეს ამინდში. Twift-ის რეალურ დროში თვალყურის დევნება და ოპტიმიზაცია საშუალებას აძლევს გადაზიდვებს ეფექტურად გადაადგილდნენ, თუნდაც ალასკის უკიდურეს ამინდში, რაც მას გლობალურ მიწოდების ჭაჭობში კრიტიკულ რგოლად აქცევს. და რაც ადამიანების უმეტესობას აზრადაც არ მოსდის. თუ ეს აეროპორტი მუშაობას შეწყვეტს, ფარმაცევტული ცივი ჭაჭვები დაიშლება. დეტროიტში ავტომობილების ნაწილების ხაზები გაჩერდება და ახალი ზღვის პროდუქტები ნიუ-იორკამდე ვერ მიაღწევს. ერთი აეროპორტი, ერთი ქალაქი. და შედეგები ყველა დასახლებულ კონტინენტს ეხება. მაგრამ აქ იწყება საინტერესო ნაწილი. ეს არის ადგილი, სადაც შორ მანძილზე მიმავალი მარშრუტები იკვეთება, სადაც ტვირთი სხვა მიმართულებით იგზავნება და სადაც მგზავრები ისე გადიან, ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გაჩერება. ანკორიჯიდან განვითარებული მსოფლიოს 90% 9 საათნახევრიანი ფრენის მანძილზეა, რაც არც ერთ სხვა დიდ აეროპორტს დედამიწაზე არ შეუძლია დაიგვეხნოს. ეს ნიშნავს, რომ აზიური გადამზიდავები შეუძლიათ უფრო მძიმე ტვირთი ჩათვრთონ ნაკლები საწვავით. გაჩერდნენ ანკორიჯში საწვავის შესავსებად და შემდეგ გააგრძელონ გზა ჩრდილოეთ ამერიკაში იმ ტვირთებით, რომელთა გადაზიდვაც უწყვეტად ვერ შეძლებდნენ. აეროპორტი აშშ-ში ტვირთბრუნვით მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში მეოთხეზე. FedEx, UPS და ASHS-ს საფოსტო სამსახურს აქ მთავარი ჰაბები აქვთ. ალასკა იმდენად მნიშვნელოვანია ASHS-ს საფოსტო და ამანათების ქსელისთვის, რომ მას აქვს უნიკალური ფედერალური ნებართვა, რომელიც საშუალო საშუალებას აძლევს ტვირთს გადავიდეს ერთი და იმავე უცხოური გადამზიდავის სხვადასხვა თვითმფრინავზე დამატებითი შემოწმების გარეშე. ეს პრივილეგია არც ერთ აეროპორტს არ აქვს ASHS-ის დანარჩენ 48 კონტინენტურ შტატში. ამას შეიძლება მცირე დროის დაზოგვა უწოდოთ, მაგრამ რეალურად ეს მიწოდების გრაფიკებს საათებით ამოკლებს, ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და ანკორიჯს გლობალური ლოგისტიკის მაგნიტად აქცევს. მთელი შეერთებული შტატები და კანადა ერთ მხარეს მდებარეობს. მაშინ, როცა წყნარი ოკეანის მეორე მხარეს გიგანტები არიან, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა, რუსეთიდან სატვირთო მარშრუტები პირდაპირ არქტიკასა და წყნარ ოკეანეს კვეთს, რაც ანკორიჯს ბუნებრივ საკონტროლო პუნქტად აქცევს მძიმე ტვირთებისთვის, რომლებიც კონტინენტებს შორის გადაადგილდება. და ახლა სამგზავრო ავიაკომპანიებიც ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი ითხოვენ იგივე სახის მოქნილობას მგზავრებისთვისაც, რამაც ანკორიჯი შეიძლება სატვირთო ჰაბიდან სრულფასოვან გლობალურ სატრანზიტო ცენტრად გადააქციოს. ანკორიჯის ძალა ციდან ზღვამდეც ვრცელდება. ალასკის პორტი ამუშავებს შტატის გადამუშავებული ნავთობის 95%-ის, შტატის და თითქმის ყველა ტვირთის 3/4-ს, რაც მნიშვნელოვან რესურსებს აერთებს აეროპორტთან და მის ფარგლებს გარეთაც. ყოველი გადაზიდვა, რომელიც აქ გადის, უზრუნველყოფს თემების ფუნქციონირებას, ბიზნესების ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურის მომარაგებას. ეს ყველაფერი მონგებიანიცაა. ალასკის პორტი იმდენ შემოსავალს გამოიმუშავებს, რომ საკუთარი გაფართოებისა და განახლების დაფინანსება შეუძლია, თანაც ქალაქს გადასახადსაც უხდის, რაც ადგილობრივი მთავრობის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა საწვავის მიწოდება ქალაქის უზარმაზარი სამხედრო ბაზისა და საერთაშორისო აეროპორტისთვის, რათა ოპერაციები ნებისმიერ სეზონზე შეუფერხებლად გაგრძელდეს. ზამთარშიც კი, როცა Nick Army იყინება, პორტი უწყვეტად აგრძელებს მუშაობას. ბოლო წლებში პორტმა 5 მილიონ ტონაზე მეტი საწვავი და ტვირთი დაამუშავა. და რადგან ალასკის მოსახლეობა და ინდუსტრია იზრდება, ეს მაჩვენებლები მხოლოდ გაიზრდება. ალასკის უზრუნველყოფა საკვებითა და საწვავით მნიშვნელოვანია, რადგან ის ბევრად მეც აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. 2024 წელს ალასკის MSHP-ს მაჩვენებელი თითქმის 70 მილიარდ დოლარს შეადგენდა, სადაც ნავთობი და გაზი ძირითად ნაწილს წარმოადგენდა. ნავთობი პრუდჰოე ბეიდან ანკორიჯის გავლით გადის და ეს ნაკადი მხოლოდ ადგილობრივი არ არის, ის სტრატეგიულია. რადგან სამხრეთისკენ მოძრავი ყოველი ბარელი აძლიერებს ASHS-ის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ამცირებს უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებას და ქვეყანას საკუთარ მარაგზე მეტ კონტროლს აძლევს.
საერთაშორისო ბაზრებისთვის განკუთვნილი ნავთობი, როგორც წესი, მიემართება სატვირთო გემებზე, რომლებიც წყნარი ოკეანისკენ მიემგზავრებიან. მცირე ზომის მაღალი ღირებულების საქონელი კი ტედ სტივენსის აეროპორტის გზგავლით საჰაერო გზით იგზავნება. ჯამში ალასკა ყოველწლიურად დაახლოებით 7.2 მილიარდი დოლარის საქონელს ექსპორტზე აგზავნის, მათ შორის ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ზღვის პროდუქტები და ნედლი ნავთობი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მცირე გემი და რეისი სხვა აეროპორტებიდან და საზღვაო პორტებიდან გადის, ანკორიჯი ერთადერთი ცენტრალური ადგილია, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს იმ მასშტაბურ გადაზიდვებს, რასაც ალასკის აყვავებული საექსპორტო ბიზნესი მოითხოვს. ეს სავარაუდოდ კიდევ უფრო დააჩქარებს იმ ადამიანების ნაკადს, რომლებიც ქალაქში ჩამოდიან მძიმე, ინტენსიური, მაგრამ საიმედო სამუშაო საძიებლად შტატის ტამპონ ინდუსტრიებში. ალასკის უმეტეს ნაწილში ზამთარში ყველაფერი ჩერდება. ანკორიჯში ასე არ ხდება. წლის 7-დან 8 თვემდე ტემპერატურა 0-ზე მაღალია. პორტი მუშაობას აგრძელებს, ბაზა ფუნქციონირებს და აეროპორტი ფრენებს ახორციელებს. და როგორც ეს პერიოდი იზრდება, ასევე იზრდება ება ანკორიჯის უპირატესობა შტატის სხვა ქალაქებთან შედარებით. და როდესაც წყალთან ახლოს ამინდის პირობები ნაკლებად მკაცრი ხდება, აეროპორტებში ფრენები უფრო მარტივი ხდება. მაგრამ ანკორიჯს კიდევ ერთი კოზირი აქვს. და როცა სხვა რეგიონების სირთულეებს აწყდებიან, ანკორიჯს მაინც შეუძლია სარგებელი მიიღოს. არქტიკა იხსნება. ტემპერატურა გლობალურ საშუალოზე უფრო სწრაფად იზრდება. მყინვარები დნება და საზღვაო მარშრუტები იწყებენ გამოჩენას. ტერიტორიები, რომლებიც ადრე მარადმყინვარით იყო დაფარული, ეხლა უფრო და უფრო ღია ხდება სეზონური აქტივობისთვის. და ამის მიზეზი აშკარად ჩანს. ალასკა გლობალურ საშუალოზე 2-დან 3-ჯერ უფრო სწრაფად თბება. და ეს შეიძლება ალასკის სახე მომავალი თაობებისთვის შეცვალოს. 1961 წლიდან ანკორიჯის გარშემო ტემპერატურა 2 ფარენჰაიტით გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ფერდობზე ტემპერატურა 6 ფარენჰაიტით გაიზარდა. როდესაც ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტი სრულად გაიხსნება, ხომალდი, რომელიც როტერდამიდან იოკოჰამაში მიემგზავრება, თავის მოგზაურობას 11,200 საზღვაო მილის ნაცვლად დაახლოებით 7,000-მდე ამცირებს, რაც თითოეულ მოგზაურობაზე დაახლოებით 2 კვირასა და $100,000 ზოგავს. როდესაც არქტიკული საზღვაო შემოქმედები სწრაფად იზრდება, ევროპასა და აზიას შორის თითოეულ ხომალდს ანკორიჯის მეთვალყურეობის სიახლოვეს უნდა გაიაროს. ქალაქი ხდება საზღვაო სტრატეგიულ საკვანძო წერტილად, რომელიც კონკურენციას უწევს ჰორმუზის სრუტესაც კი. galღობილი მარადმყინვარი, გახანგრძლივებული სეზონები და ახალი საზღვაო მარშრუტების გახსნა ქმნის როგორც გამოწვევებს, ასევე სტრატეგიულ შესაძლებლობებს, რაც ანკორიჯს ენერგეტიკისა და ვაჭრობისთვის სულ უფრო მნიშვნელოვან პოზიციაში აყენებს. მაგრამ ამას შედეგები მოჰყვება. ნავთობი და ბუნებრივი აირი კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევებია და აქ მასშტაბური მოპოვება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს რეგიონი დედამიწაზე თითქმის ყველა სხვა ადგილთან შედარებით უფრო სწრაფად თბება. მაგრამ ის, რაც გლობალურად გრძელვადიან კრიზისად ითვლება, შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნას. როდესაც ყინული დნება და პირობები იცვლება, ადრე მიუწვდომელი რესურსები და სავაჭრო მარშრუტები იხსნება, რაც ანკორიჯს კიდევ უფრო სტრატეგიულ პოზიციაში აყენებს ვიდრე ადრე. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ შესაძლებლობების შექმნით არ შემოიფარგლოს. ეს შეიძლება მთლიანად შეცვალოს შტატის სახე. ამჟამად ალასკაში სოფლის მეურნეობა ძალიან შეზღუდულია. მოსავლის მოყვანის სეზონი მოკლეა, ზამთრები გრძელია და მხოლოდ ყველაზე განძლე კულტურები გადარჩებიან. ეს ნიშნავს, რომ უმეტესობა ახალი ხილისა და ბოსტნეულის უნდა შემოიტანონ აშშ-ის კონტინენტური 48 შტატიდან, ხშირად ძვირადღირებულად და ზოგჯერ დიდი დროის შემდეგ, რაც ხარისხზე უარყოფითად აისახება. ეს ჭერი ნელ-ნელა იბზარება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, სოფლის მეურნეობისთვის ხელსაყრელი პერიოდი იზრდება. ის, რაც ადრე შეუძლებელი იყო, ნელ-ნელა შესაძლებელი ხდება. უფრო ხანგრძლივი სავეგეტაციო სეზონები, მეტი მოსავალი და მეტი მრავალფეროვნება. ალასკის ხილის წარმოება, რომელიც ადრე თითქმის არ არსებობდა, შეიძლება ზრდას დაიწყებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შტატი საბოლოოდ შეძლებს იმპორტზე დამოკიდებულებიდან გადავიდეს იმდენი პროდუქტის წარმოებაზე, რომ საკუთარი მოსავლის ნაწილი სამხრეთშიც გაგზავნოს, რაც მის ხანგრძლივ სისუსტეს ახალ ეკონომიკურ უპირატესობად გადააქცევს. და როდესაც მთელი ეს ეკონომიკური და სტრატეგიული აქტივობა აქ იღლის თავს, უსაფრთხოება აღარ არის არჩევითი. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. ანკორიჯი სამხედრო პრიორიტეტი იყო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ალასკა შტატი გახდებოდა და მიზეზი არ შეცვლილა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მის დასაცავად არანაირი ხარჯი არ დაუშურებიათ. 1935 წელს გენერალმა ბილი მიჩელმა, აშშ-ის საჰაერო ძალების მამამ, კონგრესს უთხრა: ჯერა რომ მომავალში ვინც ალასკას დაიკავებს, ის დაიკავებს მთელ მსოფლიოს. და ანკორიჯი ალასკის ეკონომიკისა და მოსახლეობის ციხესიმაგრეა. ოკეანიდან მისასვლელად გემებს კუკის ყურეში უნდა შევიდნენ, შემდეგ კი ვიწრო ნიკ არმში უნდა გაიარონ. სწორედ იქ მდებარეობს ქალაქი და პირდაპირ მის გვერდითაა ერთობლივი ბაზა, ელმენდორფ რიჩარდსონი. შორს მდებარეობს უდავოდ. მაგრამ ასევე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ობიექტი შეერთებულ შტატებში. აქ არის ის ადგილი, სადაც შეერთებული შტატების თავდაცვის პირველი ხაზი ხდება წყნარი ოკეანისა და არქტიკის საფრთხეებს. გაერთიანებული ბაზა ელმენდორფ რიჩარდსონი, სადაც 40,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქალაქის კიდეზე მდებარეობს და აკვირდება პოტენციურ საფრთხეებს წყნარი ოკეანისა და არქტიკის მხრიდან.
ამასთანავე მასპინძლობს მნიშვნელოვან კვლევებს ყინულის, საზღვაო მარშრუტებისა და ენერგორესურსების შესახებ. რუსეთიდან ან ჩინეთიდან კონტინენტისკენ გაშვებული ნებისმიერი რაკეტა პირველად აქ იქნება აღმოჩენილი. ალასკის თითქმის ყველა მთავარი ოპერაცია ალასკის სარდლობიდან ნორადის რეგიონალურ ძალებამდე ანკორიჯის გარშემო კონცენტრირდება, რაც კრიტიკულ თავდაცვას ერთ სტრატეგიულ წერტილში აერთიანებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არქტიკული წრის ქვეშ მდებარეობს მსოფლიოს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ნავთობის დაახლოებით 13% და ბუნებრივი აირის 30%. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე ამ რესურსებთან ანკორიჯზე გადის. მიწამ ქალაქს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალი საუკუნის ყველაზე სადაო რესურსების დერეფანს. სამხედრო ბაზების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში ჩუმად არიან განთავსებული, გაერთიანებული ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონი პირდაპირ ანკორიჯის უბნების ჩრდილმების ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი არსებობა აქ შორეული არ არის. საშუალო მცხოვრები მის გავლენას ყოველდღე გრძნობს. ეს ქალაქის ნომერ პირველი დამსაქმებელია და ფედერალური ინვესტიციები რეგიონში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მომავალი საფრთხეები ამას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი ნაკლებად წარმოადგენს საფრთხეს, ჩინეთის აღზევება წყნარ ოკეანეს პოტენციურ ცხელწერტილად აქცევს. ანკორიჯი არის აშშ-ის საპირწონე ძალა, მეორე შეტევის წერტილი, რეაგირების და ძალის პროექციის ბასტიონი. ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში თუ გამოყენებული იქნება ჩვეულებრივი შეიარაღება, წყნარი ოკეანე პირველი ბრძოლის ველი იქნება. ჰავაი პირველი და აშკარა სამიზნე იქნებოდა, რაც მეორე მსოფლიო ომის მოულოდნელ თავდასხმას მოგვაგონებს. მაგრამ სანამ ჰავაი პირველ ტალვას აიტანს, აშშ-ს შეიძლება საპასუხო ძალების მობილიზება გაერთიანებული ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონიდან. ანკორიჯი ასევე მასპინძლობს მნიშვნელოვან არქტიკულ სამეცნიერო და ენერგეტიკულ კვლევით პროგრამებს, რაც სამხედრო სტრატეგებსა და კორპორაციებს აძლევს მონაცემებს ყინულის მდგომარეობაზე, საზღვაო მარშრუტებსა და რესურსების ხელმისაწვდომობაზე. ეს შესაძლებლობაა, რომელსაც მსოფლიოში ცოტა ქალაქი თუ შეედრება. ალასკის სამხედრო და ეკონომიკური სექტორები ერთად მუშაობენ. ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებული ბაზა მხოლოდ პოტენციური საფრთხეების შეკავებით არ შემოიფარგლება. ის ძალას წენს ქალაქს, რომლის პორტი და ექსპორტი გლობალურ ვაჭრობას ამოძრავებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ანკორიჯის გავლენიან ცენტრად სტატუსს. მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან რეალური უარყოფითი მხარეებიც აქვს. თბილი წყლები უკვე საფრთხეს უქმნის ორაგულის ჰაბიტატებს, რაც ალასკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიას რისკის ქვეშ აყენებს. მაგრამ ამავე დროს დადებითი მხარე უზარმაზარია. ნავთობისა და ბუნებრივი აირის უფრო მარტივი ხელმისაწვდომობა, ოპერირების გახანგრძლივებული სეზონები და ახალი ტერიტორიების გახსნა კვლევისთვის შეიძლება ბევრად მეტი შემოსავალი მოიტანოს, ვიდრე ის, რაც იკარგება, სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში. და ეს მთელი აქტივობა, ენერგეტიკა, გადაზიდვები, ლოგისტიკა ერთ ადგილს უნდა გაიაროს. ზუსტად არავინ იცის, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, მაგრამ ანკორიჯი უკვე მზადაა, რომ დომინირება შეძლოს. თავდაცვა, გლობალური ვაჭრობა, არქტიკაზე თვითონა, ენერგეტიკა, ყველაფერი აქ იყრის თავს. ქალაქი, რომელიც სამყაროს კიდეს გავდა, სინამდვილეში მისი მიზიდულობის ცენტრი აღმოჩნდა. ანკორიჯი უბრალოდ რუკაზე არ არის, ის უკვე რუკის ფორმირებასაც იწყებს. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ და თუ გსურთ მსგავს ვიდეოების ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად დიდ მნიშვნელობას აქვს. კიდევ ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე MapPack-ზე.